ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დასრულდა აბასთუმანში. ეკოლოგიურად უსაფრთხო დაბის კონცეფციის ფარგლებში გრძელდება სამუშაოები, მათ შორის გზების მოსაწესრიგებლად მიმდინარეობს აბასთუმნის შემოვლითი და მისი დამაკავშირებელი გზების კეთილმოწყობა. გები კუჭავას სიუჟეტი. უნიკალური კურორტის გასავითარებლად დაბა აბასთუმანში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ძველ ამორტიზებულ საცხოვრებელ სახლებს და განახლდება გარე ფასადები. პროექტი ისტორიული შენობა ნაგებობებისთვის პირვანდელი იერსახის დაბრუნებას ითვალისწინებს, რაც კურორტის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს. მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობით აბასთუმანში არაერთი პროექტი მიმდინარეობს, როგორიცაა მაგალითად ისტორიული შენობების რეაბილიტაცია, მრავალბინიანი კორპუსების ფასადების განახლება და რეკრეაციული ზონების რეაბილიტაცია. ძირითადად ეს პროექტები დასრულების ეტაპზეა, ამიტომ ჩვენ დავიწყეთ შესწავლა და ვამუშავებთ ახალ დავალებებს. ეკოლოგიურად სუფთა დაბა მავნე გამონაბოლქვის გარეშე. აბასთუმანი დაბინძურებული ჰაერისგან სრულიად სუფთა ტერიტორია უნდა გახდეს. შესაბამისად კურორტზე შიდა წვის ძრავიანი ავტომობილებით შესვლა აიკრძალება. დაბის შესასვლელში შენდება 900 ავტომობილისთვის განკუთვნილი ავტოსადგომი, სადაც სტუმრების მანქანები განთავსდება. როდესაც სრული რეაბილიტაცია ჩატარდება კურორტის შიდა წვის ძრავის მანქანები აღარ იმოძრავებენ და იქნება მხოლოდ და მხოლოდ ელექტრომანქანები. ამისათვის აუცილებელი გახდა ამ პარკინგის გაკეთება. სხვა ყველანაირი ინფრასტრუქტურა იქნება იქ განხორციელებული. უდიდესი ლომის წვლილი არის ქართულ ფონდის, რომელმაც თავისი ფონდიდან არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა დღესაც მიმდინარეობს. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტის ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო გასაზრდელად სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია. მიმდინარეობს აბასთუმნის განვითარების მომდევნო ეტაპის სამუშაოს დაგეგმვა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კურორტი არის აბასთუმანი, მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ეს აქ ინფრასტრუქტურა იყოს შესაბამისად მოწყობილი და გამართული. ქართულ ფონდი და პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილი აქტიურად არის ჩართული აბასთუმნის განვითარებაში და ზოგადად თუ ეს კურორტი დღეს აი ამ განვითარების ამ ეტაპზე არის, ეს თავიდან ბოლომდე მისი ინიციატივა და მისი დამსახურებაა. აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც იმერეთ, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას უმოკლესი გზით დააკავშირებს. ასევე გრძელდება აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა. გაუმჯობესდება როგორც კავშირი ორ რეგიონს შორის, ასევე გაიზრდება აღნიშნული რეგიონების ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი და ასევე დაბა აბასთუმანი განიტვირთება ტრანზიტული მოძრაობისა. აბასთუმნის რეაბილიტაცია მესამე წელია მიმდინარეობს, რომლის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.